დაიღალე სამსახურში არაფრის მომცემ შეხვედრებზე დასწრებით. დათანხმები ხარ არაერთი მატჩვი, დღნაჩვი და სპლეყვი ბარათის გახსნას. გადასულ ხარ ლინკზე სასწაულის სანახავად. თუ ჩამოთვლთაგან ერთ ან რამდენიმე კითხვაზე მაინც პასუხი დადებითია, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ შენ უარის თქმა არ იცი. არა. უარის თქმის ხელოვნება მოგცემს ძალას დაიბრუნო კონტროლი ცხოვრებაზე და ბავშვობაში თუ რამე არ გვინდოდა ან არ მოგწონდა, ბუნებრივი რეაქცია იყო უარყოფითი. საკმაოდ ადვილად შეგვეძლო არ დათანხმება იმაზე, რაც არც ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა ჩვენთვის. თუმცა იმასაც ხვდებოდით, რომ უარის მიღება არც ეს სასიამოვნო შეგრძნებაა მიმღებისათვის. კიდე მინდა ფანტა დამისხით. არა, შეიძლება წვიმაში გარეთ გავიდე და ვითამაშო. არა, შეიძლება გვიანობამდე დავრჩე და ფსიქოს ვუყურო. რა? მაგრამ ნელ-ნელა მშობლები, სასწავლო სისტემები და ზოგადად სოციუმი გაჩვევს, რომ დათანხმებაა სწორი გზა. ხშირად უნდა თქვა კი, დიახ. მიუღებელია შეეწინააღმდეგო მასწავლებას, არ დაეთანხმო უფროს. უარი უთხრა ახლობელსა თუ ნათესავს. ყველა და ყველაფერი გასწავლის და გიბიძგებს, რომ თქვა დიახ. ეჩვევი, რომ ფიგურას ავტორიტეტით მასწავლებელი იქნება ეს მშობელი თუ დამსაქმებელი, სასურველია მარტივად დაეთანხმო. რადგან უარმა დიდი ალბათობით დასჯაც კი შეიძლება გამოიწვიოს. რატომ არის უარის თქმა ასეთი რთული და სოციალურად მიუღებელი? არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანური ბუნების ნაწილია მცდელობები, რომ იმედები არ გავაცრუოთ, დიდად არ შევეწინააღმდეგოთ სხვებს, რადგან გვინდა, რომ ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფმა მიგვიღოს და დაგვაფასოს. თუ არ ხარ სოციოპათი, დაახლოებით 5% პოპულაციის, დანარჩენი 95% ასეა თუ ისეა მიდრეკილია იმისკენ, რომ სხვას ასიამოვნოს. მსგავს ტენდენციებს ახსნა შეიძლება მოეძებნოს ევოლუციურ ასპექტში. ადრეულ ჰომო საპიენსებს, რომლებიც ახერხებდნენ დადებითი ურთიერთობის შენარჩუნებას, სხვა ჰომო საპიენსებთან ჰქონდათ გადარჩენის უკეთესი შანსი. თემის კეთილგანწყობა გაძლევდა წვდომას რესურსებთან და უსაფრთხოებასთან. ჯგუფში გაერთიანება გიადვილებდა ცხოვრებას. სურვილი, რომ სხვებს ვასიამოვნოთ, რათა საფრთხე არ შეექმნას ჩვენს კეთილდღეობას, ნელ-ნელა გაგვიჯდა ძვალსა და რბილში და ადაპტირდა მნიშვნელოვან სოციალურ ინსტინქტად. კი, მაგრამ თუ ეს ოდითგანვე ასეა, რა უარის თქმის ხელოვნებაზე მელაპარაკები შეკაიკაცო? იკითხავს ოდნავ გაკვირვებული მაყურებელი. წარმოიდგინე, რომ დრო, ენერგია და ფოკუსი, ამ სამეულის ერთობლიობა, არის ყველაზე ძვირადღირებული ვალუტა, რაც გაქვს. ამ ვალუტის ერთი ერთეული აღვნიშნოთ თითო ბურთულით. იმის მიხედვით, თუ რამდენად დისციპლინირებულად ცხოვრობ, ვარჯიში ძილი კვება, განსაზღვრავს ამ ვალუტის რაოდენობას დღის მანძილზე. ეს ბურთულები იხარჯება, როცა ჩვენ ავტომატურად ნეფსით თუ უნებლიეთ ვეთანხმებით ბევრ რამეს. თხოვნებს, რომელთა შესრულება მთხოვნელს თვითონაც შეუძლია, საქმეებს სამსახურში, რომლებიც ჩვენს როლს მიღმა, კომუნიკაციებს სამუშაო დროის გარეთ, შეკრებებს ნათესავთან, ახლობელთან თუ კოლეგასთან, მისთვისაც წესით არ გცალია, თუმცა გარკვეულ ვალდებულებას გძნობ. ტექნოლოგიურ გამოწვევებს, უსასრულო სქროლვას, უამრავ გააქტიურებულ შეტყობინებას, სერიალის მომდევნო ეპიზოდს. ბურთულების ამოწურვასთან ერთად მალევე აღმოაჩინე, რომ გადატვირთული და უკმაყოფილო ხარ. შეიძლება ბევრი რამე გააკეთე დღის მანძილზე, თუმცა იმდენად გადახარჯე ეს ვალუტა, რომ შენთვის აღარაფერი დაგრჩა. სწორი სტრატეგიაა ჯერ შენს კალათს მიხედო და დიდი ნაწილი შენს მიზნებს, სურვილებს და მისწრაფებებს მიუძღვნა. თუ ჯერ შენთვის გახარჯე ამ ძვირფას ვალუტას, მაყოფილებაც მოიმატებს და ალბათობა იმისა, რომ სხვებს გააზრებულად გაუნაწილო დარჩენილი ბურთულები, გაცილებით აიწევს. თვითმფრინავის ეტიკეტის მიხედვით, როცა სალონის წნევა მკვეთრად ეცემა, ჟანგბადის ნიღაბი ჯერ შენ უნდა მოირგო და მხოლოდ ამის შემდეგ დაეხმარო სხვას. უარის თქმა არ არის ეგოიზმი, პირიქით, ჯანსაღი საზღვრების დაწესებაა, ზრუნვა საკუთარ დროზე, ენერგიასა და ფოკუსზე. მიუხედავად იმისა, რომ უარი შეიძლება იყოს სიმართლე და შენი ბუნებრივი მდგომარეობა, მისი გაჟღერება საკმაოდ რთულია, რადგან სიმართლის თქმაა ზოგადად რთული. You will never do anything as hard as staring someone straight in the eye and telling the truth. შესაბამისად, უარის თქმა ერთგვარი ხელოვნებაა და ძირითადად ამ სამი მეთოდის ცოდნა გჭირდება. დავიწყოთ ყველაზე მარტივით და გავრცელებულით. თავაზიანი უარი, რომელიც განკუთვნილია ყოველდღიური სიტუაციებისთვის. არა, ამ პროექტზე ვერ ვიმუშავებ. სხვა საქმე მაქვს დასასრულებელი. ბიჭო, არა, ვერ გამოვა. რაღაც ვერ ვარ ხოთზე. თავაზიანი უარის დროს ვამბობთ არას და მოვაყოლებთ მარტივ, მოკლე ახსნას. არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა. But I must say no to you. And I'll give you my reasons. შეინარჩუნე სიმშვიდე. არ გჭირდება რამის უხეშად ახსნა. მოგლეთ. ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მე წავედი. ვამბობთ არას, თუმცა მოსაუბრებს თავაზობთ სხვა შეთავაზებას. არ შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ პირველადი თხოვნა, თუმცა ალტერნატივა მოძიებადია.
არა, ამ შაბათს არ გამოვა. შემდეგ შაბათს კი ბატონო. არა, ამ საკითხში მე ვერა, თუმცა ერთაოზი დაგეხმარებათ. შეეცადე რომ შენს ალტერნატიულ შეთავაზებას რეალურად ჰქონდეს ღირებულება. გულის მაგილა. სხვა რამე რო შემოგთავაზოთ, რა სიტყვა? ბოლო, თუმცა ყველაზე რთული მეთოდი, კატეგორიული უარი. გამოიყენება, როცა გვინდა დავადგინოთ ან დავიცვათ პირადი საზღვრები. ვამბობთ მკაფიო არას, მცირე ან ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე. თუ ხშირად გინიშნავენ შეხვედრას სამუშაო საათებს გარეთ, იმის ნაცვლად რომ ყოველი ასეთი შემთხვევის დროს თავაზიანი უარი თქვა ან ალტერნატივა შესთავაზო, სჯობს ტექნოლოგია გამოიყენო და ისე მოაწყო, რომ ყოველი ასეთი შეხვედრა ავტომატურად დარეჯექტდეს. მსგავსი ქმედებით ადგენს საზღვრებს თუ ზუსტად რა პერიოდში მუშაობ. პრევენციულად ამბობ უარს არასასურველ დროს ჩანიშნულ ყველა შეხვედრაზე. სწორად და დროულად ნათქვამი კატეგორიული არა იწვევს პატივისცემას, ასახავს თავდაჯერებულობას და ავტორიტეტს. Do you think I'm ready to move into sales? No, I don't. ყოველი ასეთი არა მცირე განაცხადია იმაზე, თუ ვინ არ ხარ. Sit down. No. ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისას აუცილებელია თავი შეიკავო ზედმეტი ახსნისგან. Are you telling me that the Talia's guarantee our Wait a investment? minute. ასეთი ქცევა ქმნის შტაბ-ბეჭდილებას, რომ არ ხარ დარწმუნებული იმაში, რასაც ამბობ, ან სულად სიმართლეა თუ არა შენი განაცხადი. Anyway, Senor Sonoza, my no is final. ასევე შეეცადე არ გამოიყენოს შუალედური პასუხები. შეიძლება, ნახოთ, მოვიფიქრებ. ასეთ მიდგომას არავისთვის მოაქვს სარგებელი. ვერც მთხოვნელმა მიიღო რეალური პასუხი, რასაც ელოდა და შენს ტყუილად იხანგძლივებ დროს გადაწყვეტილების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ უკვე იცი, რა პასუხის გაცემა გინდა. More is lost by indecision than wrong decision. დასკვნის სახით აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ დახელოვნება უარის თქმაში იქნება საკმაოდ არაკომფორტული და არც ისე სასიამოვნო პროცესი. როგორც ყველაფერს, მასაც ჭირდება საკმაოდ დიდი პრაქტიკა. უნდა ივარჯიშო. თავიდან სცადო უარის თქმა ნაკლებ რისკიან სიტუაციებში და თანდათანობით გაზარდო სირთულე. პარკი გნება აქვს? არა. ერთადერთი რაზეც უარის თქმას არ გირჩევ, არის რომ მოიწონო ვიდეო და გამოიწერო არხი, თუმცა თუ ეს შენს პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება, ამაზეც უნდა თქვა არა. მაგრამ მოიცა, ეს ყველაფერი არ არის. დაგვირეკე დღესვე და მიიღე ღილაკი არასრულად უფასოდ. თუ მომდევნო 20 წუთში დაგვირეკავ, შემეშვი ღილაკსაც გამოგიგზავნით. შეთავაზება არ არის ძალაში თუ ქრონიკული ვაზელინი ხარ და სხვანაირად ცხოვრება არ შეგიძლია. გამოიყენე სიფრთხილით, გვერდითი ეფექტები, მეტი თავისუფალი დრო, ნაკლები სტრესი და ძალაუფლების გაორმაგებული შეგრძნება.